ფილმი, რომელიც ბიძინამ გადაიღო ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე საკუთარი სახსრებით, მეგობრების მხარდაჭერით, შეიქმნა მისივე ნაწარმოების, მისივე მოთხრობის მიხედვით, მერე ცხადია თვითონ იყო ავტორი სცენარის, რომელიც შეიცავს, ასე ვთქვათ, უამრავ ავტობიოგრაფიულ მოვლენებს თავისი ფორმით. ეს არ არის დრამატურგიულად არ არის ეს ჩვეულებრივი ფილმი, უფრო მიეკუთვნება ალბათ უფრო ფანტასმაგორიას, ასე იქითკენ იხრება და არის ბევრი სიმბოლიკა ამ ფილმში. ჩვენ გვაქვს საშუალება დღეს ვნახოთ ასე უფრო სიურრეალისტურ ჭრილში დავინახოთ ის, რაც ამ ფილმის ავტორებს და შემქმნელებს აწუხებდა. მე მინდა მოვიწვიოთ სცენაზე შემოქმედებითი ჯგუფი. სცენას ორიოდე სიტყვით მოგყვას ამ ფილმის შესახებ შეიკრიბეთ ხა. რაღაცას უკაცრავია. 25 წელიწადი ასე რაც დამთავრდა საბჭოთა კავშირი, ვფიქრობდი რომ გადავიღებდი ფილმს. მაგრამ შეცარბობთ და ესე იგი ხელოვნების რო არის რა ქვია კულტურის სამინისტრო, ესე იგი კინოცენტრი, ერთი 4-ჯერ 5-ჯერ წარვადგინე ეს სცენარი, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ბოლოს 25 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რადგანაც არაფერი არ გამოდის, არავის აღარ შევხედავ, მე თვითონ დავიბრალებ ყველაფერს. ვიტყვი რომ ყველაფერი მე ვარ, დირექტორი მე ვარ, მეორე რეჟისორი მე ვარ, კინოსტუდია მე ვარ, გამნათებელი მე ვარ, მსახიობი. დავიბრალე ყველაფერი. მივიტანე სცენარი, მეფიცებით რა, დასაბეჭდად მივიტანე, მაგრამ ცოტა ძვირი დამიფასეს. იქით-აქეთ მოვიხედე და ვიღაცა აბსოლუტურად უცნობა ადამიანმა გადაიხადა ფული და ჩემი სცენარი დამეჭდა. ასე გაგრძელდა დაუსრულებელი. აი აგერ გოგრეჭიანი ირაკლი მეუბნება რომ მე აპარატი მოგცესო. აგერამა კამერა უკაცო. მოდიო და გადაიდე. ვაიმე მეთქი, რა კარგია მეთქი. ხოდა ეგრე ქუჩაში მივდიოდი და ეხლა ვფიქრობდი დეკორაციებს რა მოვქერხო, როგორ ავაშენო დეკორაციებს და ხედავ გამზადებულ ჭას. ისა იყო რა ქვია ალექსანდროვის ბაღში არის დიდი შადრევანი, რომელშიც წყალი არასხია და კედლები ზუსტად ისეთია, როგორიც მე რო ამეშენებია ისა რა ქვია დეკორაცია. ჩავხდით ამ იმაში რა ქვია ჩაში და ყველაფერი გადავიდა. ხოდა ასე მოკლედ უცებ ყველაფერი გაკეთდა. ყველა თქვენთაგანის საშუალებით თორე მე ხო უბრალოდ დავიბრალე და ეს. ეხლა სულ ყველა უანგაროდ დავეხმარა რა თქმა უნდა. და მადლობა ყველას და გოდიში შეგანო ასე. იუმორის გარეშეც არ ყოფილა გადაღებები. სცენა არის ასეთი ხაჭაპურია საჭირო სცენაში. და ხაჭაპური ერიდა ბატონმა ბიძინამ. და პერსონაჟმა უნდა ხაჭაპურთან დაამყაროს ძალიან მყარი ურთიერთობა ჭამის სახით და სანამ გადაღებას დავიწყებდით, მანამ დაამყარა. შეხედა ბატონმა ბიძინამ არ არის, წავიდა მეორე მოიტანა. ძალიან დიდი მადლობა ასეთ მხარდაჭერისთვის. დავით სცენასარა ხოლმე ვერაფერს ვეთქვი ამ ფილმზე. იმედია ძალიან მკაცრად არ ვიმსელებთ ჩვენს ამუშავებაზე. ის მოკლება, მე დამიზახოს. ის მოკლება, მე დამიზახოს.
მოკლება. მე გამიზარდე. სტალინის ბიოლოგიური მama ესეთ ვინ იყო ხალხო? ბესარიუნი სულაც არ ყოფილა. აბა ვინ იყო? მის ბიოლოგიურ მამად სავარაუდოდ სახელდება რუისელი. დიდარი, ფაჭარი, აზნაური და კარგი ფალავანი ვინმე იაშე ეგნატაშვილი. მე რატომ არაფერი ვიცოდი? თუთიანი და ტატაროზის მამაც ჩემი თანასოფლელი რუისელი იყო. დიახ, ასე. მეგობრებო, ახლა ტირაზე ისეთ რამეს გიობობთ, არც ეს თქვენგანს არ გექნებათ გაგონილი. სოსო, გორის უღრან ტყეში მიიკვლევდა გზას. ბიჭუნამ იცოდა, რომ წარჩინებული მამის შვილს მთელი ცხოვრება უნდა ეტარებინა ლუთი მეწაღის ვაჟის სახელი, რომელიც ნაბიჯვარს ეზახდა და ღამეცენისგან სისხლსაც აფსმევინებდა. ამ დროს მას გზად პატარა ბოჩოლა შემოხვდა, რომელიც ნახეს ჩამორჩენოდა. ბიჭუნამ ბოჩოლა თავისკენ მიიზიდა. ახლა ორი ბოჩოლა ერთმანეთს მისჯერებოდა, შავი კაკლის ოდენა თვალებით. ამ დროს სოსოს ძაღლებში სისხლი გაეყინა. ჯიბიდან დანა მოიღო, ჰაერში აიქნია და რაც შემდეგ მოხდა, ჯობს რომ აღარ ითქვას. გორი პატარა ქალაქია. ყველა ერთმანეთს იცნობს. ხალხი ვერაფრით ვერ ხვდებოდა, თუ ვის შეეძლო პირუტყვისთვის დაეთხარა თვალები. ზოგი უცხო ფრინველსაც კი ასახელებდა. აბარი წარმოიდგენდა, რომ ამას პატარა სტიქაროსანი ჩაიდენდა. მხოლოდ კეკე მიაზრა. ბიჭუნა თავისთან იხმო, არაფერი უთქვამს. თავისკენ მოიზიდა, ძალიან მაგრა ჩაიკრა გულში და ცრემლები წასკდა. დედა, რატომ სტილი? მე აწი აღარ მოვიქცევი ასე. ის შენ ჩაიდინე. კი დედა, მაგრამ კვირდები ქვეყანას ჩემს ნებაზე ავაწყო. თავადებს, ვაჭრებს თავებს ძირს დავაყრევინებ. სოსოს დედამისი მარიამად მიეჩნდა. ხოლო უჩინარი ეგნატაშვილი კი მამამ ერთად. ეს ისტორია ვინ მოგიხვა? ეს ხომ ისეთი ამბავია, რომელსაც მხილველი არ ეყოლებოდა. საიდან იცი, ვერ გავიგეთ, ხერა არ ჯერა. იგი ჯერა ბატონო, მაგრამ საიდან? აკულა დარავიშკი. ინფორმაციას უფალი კოსმოსიდან ვაჭრ. აი ეს ამჯერ. არ ჯერათ და აშკარად გვაბოლებს. გვაბოლების სპეციალისტი ამბობს, რომ გვაბოლებსო. თუგიან კლასს, ასეთი დიდი საშუალებები აქვს, რომ ასტრალიდან გადმოგაჩვენოს ინფორმაცია. მაგრამ ეს უშვილო. მან ერთხელ მაინც აღიქრა, რომ სახელდახელოდ მოწყობილ ბაზრობაზე მოხდებოდა აფეთქება და შენ მოხვებოდა თანაც ფეხს დაიზიანებდი. იმიტომ რომ გისმენთ. ყურა დავიდო და მაინც გავაკეთე ის, რაც გასაკეთებელი იყო. ესე იგი, შენ საკუთარი თავის კერდი ხარ, როგორც ვერადი, რომელმაც თავის ძე იაკობი მესამე რეიქს საჩიჩქრად მიუგდო, ასულად ქრისტე, რომელმაც ჩვენივე ვიცოდა, რომ შვარს აწვავდნენ. Finals. რა გინდა? Სასია. როცა ტყეში წყარო წდება, გადაჭრილი ფესვების ბუნა გმართავს. ეს რუსი
ერთიანი გახდა ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ცხოვრებაში დავკარგეთ ყველასე დავარი. სიმეტრია. რა გაიგე? განა ჩვენი დედები, ჩვენი ცოლები, დებიების კი ჩვენ არ გავუშვით გადამთიერში, სადღაც იქ შორს დაბდომილების მოსავლელად და რამე ჩვენ თავად გავხდით დაბდომილების მოსავლელები. რა გვინდა ასეთი სამშობლო? რა გვინდა ასეთი სამშობლო? ასეთი ქვეყანა, თუ დრამასი, თუ გაგარასკული, გადაგარასკული, თუ და დავარცხვილი სამშობლო, რომელსაც ცალთვარი აქვს. ცალფეხი, ნამდვილად. დაცალი ხელი. ძალი მკლავი. დაცალი მკლავი. იპოფიზი. იცი რა? ერთ ღამეში ვინ გამოასწორებს ამ ქვეყანას? განა არ ჯობს დავიძინოთ. აი ეგ არის, აი. დაცალი ხალბიძინა დავიძინოთ, აი ეგ არის, აი. ძილი. ვიძინოთ. ერთი ის მაინტერესებს. ჩვენ ვიძინებთ. ჩვენს მაგივრად ვინ გააკეთებს? ჩვენს ციცერო. ერთ ღამეში ვინ გამოასწორებს ამ ქვეყანას? დაიცინე რა. ვიძინეთ. მაინც უიზავს და დავიცინოთ. ეს ფილმი მე ნანახი მქონდა, რა თქმა უნდა. მე მიმაჩნია, რომ ბიზნეს ეს შემოქმედება არის განსაკუთრებულად ცოტა, ესე იგი, ისეთი აბსტრაქტული, შეიძლება ბევრმა მაყურებელმა ვერ გაიგოს, მაგრამ შიგნით არის ფილოსოფია. ფილოსოფია, რომელიც ახალი არ არის ამაში არაფერი, მაგრამ აბსურდის ფილოსოფია არის ესა. რომ ეს ცხოვრება არის აბსურდი, რომ ჩვენ აბსურდის თეატრი, რასაც ქვია ისა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ვეთანხმები სხვათა შორის მის ამ აზრს და მის იდეას, რაც ამ ფილმით აქვს მას გადმოცემული. მაგრამ აქ ყველაფერი იყო აბსოლუტურად წარმოდგენილი წინა საუკუნიდან დაწყებული. კი, ეს ამაშია საქმე, იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორიიდან დასაბამიდან ადამიანის ზნეობა არ შეცვლილა. ტყუილად ვამბობთ, ის მონათმფლობელური, ეს ფეოდალური, ეს კაპიტალისტური იყო თუ სოციალისტური თუ რა. ადამიანი, თვითონ ადამიანის ბუნება არის ერთი და იგივე. უზნეობა. აი ეს მინდა ვთქვა. რაც ამ ფილმში არის ნაჩვენები და ნათქვამი შესანიშნავად მე მგონი. ცით რა არის სასიამოვნოდ გაუცებულს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ბატონ ბიძინასთან ერთად მეც ვიყავი იმ ჯგუფში, სადაც აი ამ საოცარ აზროვნებას ვეზიარებოდით, აი ტიტრებში რომ მადლობას უხდიდათ ბატონ თამაზ ბუთხუს, აი იმ სივრცეში რომელმაც შექმნა ბატონმა თამაზმა, იქ იბადებოდა მსგავსი დამოკიდებულებები აი ამ თემების მიმართ. იცით რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ოღონდ ეს არ არის ისე გართობისთვის და აი რაღაცისთვის სანახავი, ეს არის დასაფიქრებლად ფილმი და ჯერ საოცარი რა ფერადოვნება, რა კადრებია, ეს მე ძალიან ნასიამოვნები მივდივარ ჩვენებიდან. ძალიან ძნელია ეს საინტერესო სამუშაოა, უცბად გამოთქვა აზრი და დარწმუნებული იყო იმაში, რომ შენ მართალი ხარ. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ როგორც სიმღერისთვის, ასევე მელოდია არის აუცილებელი და
აი ამ ფილმს ერთი გამჭოლი მოქმედება რო არ ქონდა, ამან რასაკვირველია გააძლიერა და მე ვუთხარი კიდევაც რომ დიდი გაბედულება უნდა რომ აი ესეთი ფილმი გააკეთო, რომ გჯეროდეს რომ მაყურებელი ნახავს. ადგილ-ადგილა ის როცა სიუჟეტის რაღაცა იკორებოდა, იქ უფრო საინტერესო ხდებოდა ჩემთვის და არის მომენტები. Ну, გადატვირთულია ახლა რა თუნდა ახლა ამას თავისადად ფილოსოფიური მსჯელობებითა და რაღაცა წიაღსვლებით კინო ხო იცი მაინც საბოლოო ჯამში გართობის მომენტი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ერთიანი სიუჟეტი რო არ აქვს ეს მაინც ხელს უშლის ძალიან მაყურებელი ახლა ტრადიციული მაყურებელი ამას ეჭვმეჭვებარება რომ მიიღოს და შეხვდეს და უყუროს, მაგრამ აი კინო მანები ვისაც რაღაცა სხვანაირი კინო უყვართ, ალბათ დაინტერესებიან ამით და ალბათ ნახავენ და განხილვის საგანი ნამდვილად იქნება, კი. ისე კაცმა რო თქვას ახლა ამ წირის საშუალებებითა და რამდენიმე მსახიობით გადაიღოს შოლმეტრაჟიანი ფილმი, ბიძინა უნდა იყოს ჩვენიც. რამდენად რთული იყო თქვენთვის ამ ფილმზე მუშაობა? რთული იმდენად, რამდენადაც როგორც გამოსulis წინ, ესე იგი ფილმის წინ ბატონმა ბიძინამ ისაუბრა, ფაქტიურად ფილმი გაკეთდა ყოველგვარი დაფინანსების გარშე, აი აბსოლუტურად არ იყო დაფინანსება. ეს იყო აი, რა ვიცი, სუფთა ხელებით, სარიელი ხელებით, ჩვენით გაკეთებული ბატონი, აბსოლუტურად. ეს იყო ფაქტიურად ენთუზიაზმი იყო და ჩვენით ყველაფერი რეკვიზიტი, აი ეს კოსტიუმები, აბსოლუტურად ყველაფერი და სირთულე ეგ იყო, უბრალოდ ნუ ყველაფერს ხო მოძიება უნდა, ყველაფერს მომზადება უნდა და ხო არ არის ეს ისი, როცა მიდიხარ გადასაღებ მოედანზე და ყველაფერი მზამზარეული ხდება. გრიმიორიც არ ხო, არა გრიმიორი, არა მხატვარი, არა ასისტენტი. მაყურებლის გადასაწყვეტია გავართვი თუ არა მე ჩემ როლს თავი. ბიძინასთან მუშაობა აი მართლა არაჩვეულებრივი, აი ძალიან კარგი. იცით რა აქვს ბიძინას გაძლევს თავისუფლებას, აი სრული აი შემოქმედების აბსოლუტურად თავისუფლებას გაძლევს და აი იმუშავე როგორც გინდა გამოავლინე შენი თავი. აი ხო არ ახლა რეჟისორები რომლებიც კონკრეტულად აი ესე უნდა გაკეთო, აი სიტყვებშიც კი არიან რეჟისორები რომლებიც ერთი სიტყვის გამოტოვებას არ პატიობენ და ბატონ ბიძინასთან მუშაობა არის აი თუ გინდა როგორც მსახიობმა იმუშაო, აი უნდა იმუშაო ბატონ ბიძინასთან, იმიტომ რომ თავისუფლებას გაძლევს. გეუბნება მსახიობი ხარ, შემომქმედი ხარ, მე მინდა ეს. ადექი და გააკეთე. არ გიქმნის სირთულეებს და რაღაც არ გაგცევს ჩარჩოებში, აი ეს ასე ძალიან კარგი იყო მუშაობა რა და ნუ დანარჩენი მაყურებელმა თქვას. როდის გაგიჩნდათ ამ ფილმის შექმნის იდეა? თქვით რომ დიდი ხანია გაქვთ ნატყაში ასეთი ფილმის გაკეთება. ეს არის ეს 25 წლიანი თქვენი ჩანაფიქრის განხორციელების პირველი საშუალება თუ როდიდან დაიწყეთ ამ მუშაობა? ძირითადად მე კარგ ჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი, სულ სახლში ვარ და ფიქრობ და ეს ხალხი ასე თქვათ ჩემ თავში არსებობენ რაღაცა ადამიანები, არქეტიპები, რომლებიც მესაუბრებიან, მელაპარაკებიან რაღაცებს და ვცდილობ ეს ყველაფერი გადავიტანო ქაღალდზე და ხან საინტერესოც გამოდის ხოლმე, ხან არა საინტერესო და ხშირად უფრო მეც შლი ვიდრე წერ. ნუ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცების და ეს ერთ-ერთი სცენარია. ამის გარდა კიდევ სხვა სცენარებიც აქვს, 1-4-5 სცენარი და ძალიან მინდა მისი განხორციელება, ეკრანიზაცია, იმიტომ რომ ისინი არანაკლებ საინტერესოდ მიმაჩნია და იქნება როდისმე მაინც შევძლო, არ ვიცი. ხო და ეს მე თვითონ ცხოვრებაში ღრმად არა ვარ ჩახედული და ჩართული, მაგრამ აი ფიქრები მაინც თავისსაშვება და ისინი მოდიან ჩემთან და მელაპარაკებიან და ეხლა მე თვარეზე ხარ ვცხოვრობ არა რასაკვირველია ამ ჩვენს ობიექტურ რეალობას ვეკუთვნი და რასაკვირველია ის ჩემი ფიქრებიც
ასე ვთქვათ, ის არის, რაც ჩვენ გვაწუხებს და ჩემს ხალხს აწუხებს და ძალიან მიხარია თუ რაღაცით მაინც მომნახე კავშირი ჩემს საზოგადოებასთან და ჩემს ხალხთან და მე არ ველოდი და მოხარული ვარ. შესაძლებელია ყველამ ერთნაირად ვერ აღიქვას და ალბათ ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ აი თქვენ თვითონ რა გინდოდათ გეთქვათ ძირითადად მაყურებლისთვის და დღეს ალბათ კმაყოფილი იმიტომ ხართ, რომ შეამჩნიეთ, რომ თქვენი სათქმელი მივიდა ადრესატად. ჩემი ხალხი რო გაწვალებულია და დედამიწა ისია მოწყობილი და ჩვენი განსაკუთრებით ჩვენი ქვეყანა რო ხშირად სახელმწიფო თვითონ სახელმწიფო ადამიანებს ჭყლიტავს, აწვალებს, ზოგჯერ კლავს კიდეც, ხო და ეს ძალიან რთულია და ადამიანებიც ხშირად ისე ექცევიან თავის ქვეყანას, როგორც არ უნდა მოექცენ. ხო და აი ამაზეა ფილმი და სადღაც შეუძლებელიცაა, რომ ადამიანმა მოძებნოს გამოსავალი ამ ხშირ გამოუვალ მდგომარეობიდან. მე ვისურვებდი, რომ იყოს თეთრი წერტილი ოცნება თითოეული ჩვენთაგანში, რომ აი ამ სირთულეებს თავი გავართვათ და ქვეყანამაც ისწავლოს ადამიანების დაფასება და ადამიანებიც მაშინ ისწავლიან და შეეჩვევიან თავისი ქვეყნის დაფასებას და მოვლას. აი ეს იყო სულ მეტი არაფერი. ბატონო ბიძინა, თქვენ დაამსხვრეთ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ფულის გარეშე კარგი საქმის გაკეთება შეუძლებელია. როგორ ფიქრობთ, ამ ფილმის შემდგომ გამოინახება სახსრები თუ თქვენ ისევ გააგრძელებთ ასე ენთუზიაზმზე ადამიანების შეკრებას და მომავალი ფილმების გადაღებას? ნუ რა ვიცი ხო, პასუხი არა მაქვს. ნახოთ ცხოვრება რა სიტყვის, არ ვიცი. არ ვიცი, მე რა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, არ ვიცი. ანუ მე გულისხმობ, თუ არ იქნება დაფინანსება, თქვენ ისევ ასე მოახერხებთ თუ არა საქმის გაგრძელებას რა. ვეცდები. აუცილებლად ვეცდები. ყველაფერს ვიზამრო ისევ სანამ შემიძლია, ისევე რაღაცა გავაკეთო. ადამიანები რაც უსაძებენ უფალს და ის რაც გვიზადებთ ჩვენ. რა კარგია მოუფიქრები ამ შობელძალს. გულადი რა სიტყვი იქნებ ჩვენს მოვიფიქროთ რამე. აბა შენიცი, რუსო. თუ კი ვინმე შეშლება 64-ის კარი, მე არ შემეშლება. ის ჩემთვის სწორედ მაშინ გაიღება, როცა საჭირო იქნება და ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენი. ჩვენს ოცნებებში ისე უნდა გავერკვეთ, რომ შევძლოთ ერთი ნემსის წვერზე დადევა. აი სწორედ მაშინ ამ ნემსის წვერზე განთავსდება მთელი კაცობრიობის ოცნება. იქვე ყველასენი გაფერფთალდება და გაქრება. კაცობრიობას კი აღსასრული უკვე აღარ დაემუქრება. განა ეს შესაძლებელია? ჩემს საფლავზე ერთი პატარა მიზაბუტკა ამოვა.
და ამით დასრულდება ჩემი ცხოვრება. ბესო, ამდგარ ხარ კიდეც. გამარჯობა სერგო, როგორ ხარ? კარგი რა, ხომ გთხოვე. სერგო კი არა, სერგუნჩიკი, ხმატრილ ბიჭობის სახელი დამეძახე თქო. დღეს რატომღაც მინდა შენი ტოლი ვიყო. შენსავით მზის კიბები ვითნათელი. მართალია მე შენსავით მეტალოფიზიკოსი არა ვარ, მაგრამ მეტაფიზიკოსი. კარგი რა. ეს ამავთულებია. ეს გვირგვინია. ბიზინა ბიძიას ქალიშვილი იყო. მოსული. ყვავილები დარიას ვაჩუქე. ეზღა დარჩა. როდის იყო ეს? კაცთა მოდგმის ცხოვრების წეს სიცრუეს სწორედ 14 წერტილმა უნდა დაუსვას წერტილი. იქნებ მეც გავიკეთო ეს თეთრი წერტილი და მართალი გითხრა, თეთრი წერტილი ვერაფერში მშველის ბლეფია. რას ლაპარაკობ, როგორ თუ ბლეფია? ალბათ შენ თვითონაც ხვდები. ყველაფრის შემომქმედი მამა ღმერთია. იგი დუმს და არაფერს ამბობს. იმიტომ რომ ის ელოდება ერთს, ადამიანი თვითონ როდის მოწმინავს და აირჩევს გონიერების გზას. გავადრო, მოვაწვიმა. იქნება ქუხილი, ქვეყანას ნათელი მოეფინება. ქარავანიც განიბანება და სამართლიანობისკენ დაიცვლება. ის ვინ არის? დასაბამია ახალი სიცოცხლე.